I don't think you'll be able to have this because it's too spicy. ეს როჰილია, რომელიც კატეგორიულ გაფრთხილებას მაძლევს. ეს კი მე ვარ, რომელიც ამ გაფრთხილებას არ ითვალისწინებს. ინდოეთში ყოფნის მეოთხე დღეს მივხვდი, რომ ყველაფერი ზედმეტად იაფი იყო. სწორედ ამიტომ გამიჩნდა კითხვა: მაინც რამდენად იაფია ინდოეთი? ამის გასაგებად ვესტუმრე აგრას ყველაზე ცნობილ ბაზარს, სადაც 5 სხვადასხვა კატეგორიაში: საჭმელი, სასმელი, ტექნიკა, ტანსაცმელი და ტრანსპორტი ვაპირებ, რომ ყველაფერი შევიძინო მხოლოდ და მხოლოდ ერთ ლარად. აქაურობაზე საერთოდ არაფერი არ ვიცი, ასე რომ თქვენთან ერთად უნდა აღმოვაჩინო რა ხდება აქ და რასთავარია ყველაფერი უნდა შევიძინო ერთ ლარად. Hello. სადარ ბაზარი აგრას ყველაზე ცნობილი მარკეტია. ეს ინფორმაცია დამიდასტურა Google-მა, AI-მ და რაც მთავარია ორმა როჰილმა. პირველს უფრო ახლოდან ამ ბაზარში ზუსტად ერთ წუთში გაიცნობთ. მეორე კი წინა ვიდეოში ტაჯ-მაჰალში ჩემს გიდად გაგაცანით. ამ ბაზარში ყველაფერია: ტანსაცმლიდან და ტექნიკიდან დაწყებული სუვენირებითა და ქუჩის საკვებით დამთავრებული. ანუ ზუსტად ის, რაც მე მჭირდებოდა. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სადარ ბაზარზე არის ის, რომ აქ ფასები ფიქსირებული არასდროს არის. ყველაფერი მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული და რაც უფრო კარგად შეგიძლია ვაჭრობა, მით უფრო იაფად შეძლებ ნივთის წაღებას. შესაბამისად, ჩემი ერთლარიანი გამოწვევისთვის უკეთეს ადგილს ვერც ვიპოვიდი. ბაზარში შესვლის პირველივე ნაბიჯებიდან კი ყველაზე ხალხმრავალ street foods მივადექი. და რადგან მენიუში 30-დან 50 რუპიამდე, ანუ ერთ ლარად რამდენიმე რამე წერა, გადავწყვიტე იქვე მყოფი ადგილობრივისთვის მეკითხა აზრი. What is this? This is fried potatoes. Fried potato? Yeah. You want to try that? What's the price? Get it for around 50 rupees. 50 rupees? You're a guest. Yeah. You're a guest. We'll get it for No, you. no, 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 no. No, I have a challenge. I have a challenge. You have a challenge for what? Yes, I have to buy different things just for 50 will work for you? Yes, 50. We can get that aloo chaat for you. Ek aloo ki chaat agar- What's your name? My name is Rahil. Rahil. Yes. Rahil. My name is Saba. Oh, nice to meet you. Wherever you go in India, but you'll love the food here because the street food in Agra is awesome. So in India, everyone loves spicy food, yeah? Yes. Most, yeah. Kids? Less spicy. Less spicy, less spicy. I love spicy foods. You love spicy Yes, food? yes. But I don't think you'll be able to have this because it's too spicy. ამ სიტყვების შემდეგ უფრო დავინტერესდი როჰილის ნაქები კარტოფილით და სანამ გამყიდველს ჩემსკერს აჩქარებინებ და სამზარეულოს ახლოდან შევხედე. ერთი შეხედვით განსაკუთრებული არაფერი ჩანდა. ან უბრალოდ მე მივეჩვე ინდურ ქუჩის სამზარეულოს. და რაც შეეხება ჩემსკერს, No, I'll hold it for you. You can try it. How about salad? It will be very hot. Very hot? Very hot. Yeah. Very hot. Whoa, Rahul, what is it? Very warm. You like it? Yes. Basically, if I can say, this is French fries for you. Yes, French yes. fries It's with, like French fries. ketchup. Yes. Look. Okay, one more and that's enough for me. სიმართლე გითხრათ, ვერც მივხვდი რატომ გაუცდა ყველა, იმიტომ რომ მართლა გემრიელი რაღაც ჭამე. თან იმდენად რომ მთელი соуსი ზედ მოვასხი და ცალკე გავაგზელე ჭამა. იქ არ ვიცი როგორ ჩანდა და ეს არის ჩემი პირველი ინდური street food და იმედია უკანასკნელიც არ იქნება. კარტოფილი არის ტემლით ჩაულებრივად. და ნუ ხახვისნაირად რაღაცები აქვს მოყრილი რა. ძალიან კაია, თან ჩემმა ძმაკაცმა როჰილმა მითხრა რომ ძალიან კარგი არის რომ მაგ ბავშვები დავყავს ისეთი არ არისო. აი ცხარე ტყემალია. რო შეხედავ კაცში აშკარად ჩაულებრივი კარტოფილი და ტყემლით. და რა ვთქვარი იმ ფასად როგორც მე მინდოდა. ლარად რა ვიცი. კაი რა ძალიან შევყევი ხამლენ ძალიან. ამ გემრიელი შეფასების დროს კი დამავიწყდა მთავარი რამ. ინდური street food ხშირ შემთხვევაში გემრიელია. მთავარი არის ის ეფექტი, რაც ჭამას მოსდევს, რომელიც დელიბელის სახელით არის ცნობილი. დელის მუცელის განმარტება მარტივია. ეს არის კუჩის პრობლემა, რომელიც ხშირად დაბინძურებული წყლის, შეუცვლელი ზეთის ან ზოგადად სანიტარის ნაკლებობის გამოჩნდება. აქვე გეტყვით, რომ საბედნიერო ჭამის შემდეგ მუცელში არც დელის და არც სხვა ეფექტი მიგუწვია. აი соуს უნდა მოვძებნო. რომელიც სახელიც ახლა არ მახსოვს, როჰილმა მითხრა. მე გადავხო ვიდეოს და მაგ შეხედავ მოვძებნო. აჰაშენ. Amani. აჰაში. ეხლა დავფიქრდი რომ ძალიან მარტივია აქ რომ იყიდო ლარად ნებისმიერი street food-ი თითქმის. ასე რომ ეხლა ჩამოვივლე და უბრალოდ გავიგებ კიდევ რისი ყიდვა შემეძლო ამ ფასად. აი აბა აქ რა არის. დავიჯერო ეხლა ტუკ-ტუკი საჭმელიც არის თუ უბრალოდ დაწესებულებას ქვია ესე. რატო გავს ეს შეფუთვა დომინოს პიცას? ამ დროს დომინოს პიცა არ არის. არა. ეს 50 არის ღირება აშკარად. Sweet corn-ი, რაღაცნაირად ეს. ტკბილი სიმინდი არის 40-ად, ასევე შეგიძლიათ დესერტად დააყოლოთ. Hello. 50 years? მაინც მომინდა დესერტის დაყოლება. ამონახოთ ერთ როგორ გეთქვა. აჰა, აქედან მოდის ესე იგი სიმინდი შეხარჯემი ბატონი, აქედან ამოდის კარაქი, ტომატება, ლიმონი. ეს არის ჩვენი sweet corn-ი. სუფთად გამოიყურება ესე. ცხარია, მაგრამ ტკბილი ცხარია. ვაუ. ნეუცნაურია. სუდი არა, ტკბილიც არა, დებილობა არა. ერთიც და.
ამ უცნაურ გემოს მომდევნო კატეგორია, ანუ სასმელი იდეალურად უხდებოდა, რომლის მოძებნაც არც ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც საჭმლის. მით უმეტეს რომ ძებნის დროს ასეთი რამ მითხრეს. Where is the juice? Where can I buy juice? Where? No juice? Wow. Okay. ვერი პავიო მეუნებიან. აქ საერთოდ არ არის სასმელი. აი, მოიცა. აი აქ ვიკითხო, აბა რა აქვს ამას. Hello. How much for Fanta? 25. Okay, give me one. არა ეხა ხო არის ღირსი მივიდე იმასთან რომ ითხრა ვერ იყიდეო. აბა რა არის ესა? არ არის ეს Fanta. 25 დამიჯდა საერთოდ. ლარზე უფრო იაფი დამიჯდა. კი მოვიარე მთელი ბაზარი ეხა მიძებნაში, მაგრამ ნუ ფაქტია რომ ვიყიდე რა. საჭმლის და სასმლის ფონზე ვფიქრობდი რომ ყველაფერს მალევე ვიყიდდი. ჩელენჯიც მარტივად შესრულდებოდა და ვიდეოც ჩამივარდებოდა, მაგრამ თურმე წარმოდგენაც არ მქონდა რა მელოდა ტანსაცმლის შეძენის დროს. რაც შეეხება მომდევნო კატეგორიას, ნებისმიერი სახის ტექნიკა მაწყობს. მე მგონი აი ეს მაღაზია გამოდგება მაგისთვის კარგად გამოიყურება. Hello. I have a little challenge. I have to buy something 30, maybe 50. Yes. That's all. 50 का item दे दो कोई भी. What is this? This card reader. Ah, card reader. That's good. Maybe you have some cable. Cable is 100 rupees. Cable's 100? Okay. There's a card reader here. Thank you so much. წარმატებული შენაძენი, ფულით დავშალებ. აი მე ფული დავმალვე ცოტა. აი ესეთი card reader-ი მომევიდა 50-ში, რომელიც არის ლარი და 10 თუ ლარი და 20 თუ რაღაც ეგრე რა. ტექნიკა არის, გადამყვანი არის და შეიძლება გამოვიყენო კიდევაც. არ ვიცი რამდენად ხარისხიანი, მაგრამ არ მაინტერესებს challenge მქონდა შესაძლებლობა. ტექნიკის კატეგორია მიმახვედრა, რომ რაღაცის მოძებნა ხშირად იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად ფართოდ განმარტავ იმას, რასაც ეძებ. პატარა card reader-იც კი, რომელსაც ერთი შეხედვით არ ეტყობა, რეალურად ტექნიკად ითვლება. ასე რომ ეს კატეგორიაც პირნათლად შესრულდა. ცოტა ჩაბლელებულ ქუჩებში კი გამოვიდი, მაგრამ იმედი მაქვს რომ იქეთ გავალ რაღაცა ქუჩაზე. ხანდაშეს ნაკლებად ელოდებიან ხოლმე რა. აი ესეთ ტუპიკებში ეგრეთ წოდებულში მოხდება ტურისტი და ზან რაღაცნაირად იყურებიან ხოლმე აქ რო ხარ. იმიტომ კი არა რომ მოგკლარ. უბრალოდ აქ რო არ დადიან ხოლმე რო ხედავენ უგვირთ აქ შემოვიდაო საყოყომოს. კაი, ეხლა ვცდილობ რომ გადავიდე ისეთ ნაწილში, სადაც იქნება ტანსაცმელი. ამათ არ იქნება არაფერი. 50-ში დარწმუნებული ვარ. ფეხსაცმელი ძალიან რთული ამბავი იქნება. Do you speak English? Hello. Yes, please. Do you have anything for 50 rupee? Anything? 50 rupees only. Yes. Oh, sorry, please. No? Okay. So what's the minimum price? 300 rupees. How much? 300 rupees. 300 rupees is minimum. Okay. ძალიან არ მგონია რა ხა 50-ში აქ რაღაცა ვნახო რა. ძალიან ცოტა არის ტანსაცმლისთვის 50. აქეთ ძალიან დავაგებული მაღაზიებია. მე უფრო ბაზარი მაინტერესებს ვიდრე მაღაზია. ეს ახლა ჩაოლებრივი მოტოციკლური ქუჩა არის ბაზრის მიმდებარე. მე გეტყვით ახლა სიმართლეს. ის კადრები, რასაც თქვენ უყურებთ რა, სტრიტ ფუდების, ყველაზე საზარელი და საზიზღარი ადგილები სადაცაა ხომ? ბინძური ადგილი. მისვლა რო არადროს არ მოგინდება. არის ხოლმე აი რაღაც კონკრეტულ ადგილზე რა შეიძლება გაგრძელდეს ერთი корпуსის სიგრძეზე დაუშვათ. და მაგის გარშემო ჩაოლებრივად აი ესეთი გარემო არის ხოლმე რა. აქაც ახლა ამ ბაზარში ესეთი მაღაზიებია და მე უცებ შემოდიხარ ხოლმე აი ესეთ ჩასახვევებში. სადაც არის ხოლმე სტრიტ ფუდები, ფეხსაცმელები და ასე შემდეგ. I think you can't help me because I have a challenge right now. I have to buy something for 50. 450. No. Just 50. 50. 50. Yes. What you have? 1000 only. No. აი ეს არის ზუსტად რთული შესაძლებელი რა. ფეხსაცმელს უეჭველი ვერ ვიყიდი რა, რაღაცა ტანსაცმელი უნდა ვიყიდე. აი, მოიცა ერთი წუთი. შეიძლება კამარი იყოს მაგ ფასად. კამარი იაფიანი რაღაცაა და შეიძლება ვნახოთ. ეგ ტანსაცმლის შემადგენელი ნაწილია. თან გამიწყდა კამარი და ეხლა თუ ვიყიდე ძალიან გამიხარდები. Hello. What's the price of build? How much? 350? Okay. That's expensive for me. I have to buy something for 50. Do you have anything for 50? No, sir. Anything. 550 only price. And what about wallets? How much? Only 250 only. 250. Okay. რაღაცა როგორ უნდა ვნახო ეხა. აი ძალიან გამიჭირდა ტანსაცმელზე რა. ფეხსაცმელის შანსი არა. Hello. Do you speak English? Do you have anything for 50? Okay, and what's the price? How much should I pay? Price? 150. Yeah, that's what I'm talking about. I can buy this. 450, 50. Only 50. 50. Yeah. 14 rupees हो गया. 250. 250 is minimum. Minimum. Okay, thank you so much. ამ კატეგორიის შესრულება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. თითქმის ყველა მაღაზიაში ვიყავი. მთელმა ბაზარმა გაიგო ჩემ შესახებ. უკვე იმედიც აღარ მქონდა და ვიფიქრე, რომ ვიდეო ჩამივარდა. რის გამოც ბაზარიდან გასვლა გადავწყვიტე. რა დროსაც კიდევ ერთმა გამყიდველმა დამიძახა. Hello. I have to buy something for 50. Show me what you have for 50. 50. 50 just. Your size? 42. Please come sit. You can give me this for 50? 50. 50. 50, okay. Are you sure? Are you sure? That's my size, yes. Your currency? Ah.
That's the reason why I'm here. So you think about dollar, yeah? Yeah. Yeah. 50. This one 50 your currency, not Indian currency. Not Indian currency. Dollar is not my currency. We have a Georgian lari. This is problem. this is No our. problem. Okay, I have to go. One minute. You can give me just one. Just one. For 50 rupee, just one. One. Just one. 50. 50. 50. Okay. Whoa. Many shoes? 50 rupees. So I have a choice right now. No problem. Only 50 rupees. Many shoes? 50 rupees. What's inside? Just one. Can I see what's inside? Warehouse. Bugatti. Warehouse. You guys are really helped me right now. So, what's your name? Muhammad Asad. Muhammad Asad. Yeah. My name is Saba. Nice to meet you. Thank you so much. Oh, უკვე ინგლისურად დავიწყე ფიქრი იმდა. ამდენი ინგლისური, როცა ჩამოვიდა Buy რომ only one pair, single pair? Yes. Why? I have a challenge. I should buy anything for 50 because 50 rupees in my currency is 1 lari. This is 1 lari challenge. I think Mama use these shoes. No, what do you guys think? Is this Mama shoe or not? No? Okay. Thank you guys. არცაც ვაძე რამდენი მიწვალე რა. ძალიან მაგარი გამოვიდა. რო შევდიოდი ეგრევე კი ვიცოდი სადაც შევდიოდი. ეგეთი ისტორიები ძირითადად ესე მთავრდება ხოლმე, რომ აი რაღაცა ყოველთვის მოხდება რა, იმიტომ რომ კომუნიკაციიდან გამომდინარე ხდება ხოლმე მე რაღაც კარგი ამბები. და ყოველთვის ესეთ ქვეყნებში ჯობია ხოლმე კომუნიკაციაში შესვლა და მე რაღაც საინტერესო ისტორია ხდება ხოლმე. კაი, ნახოთ ახლა ისე როგორია შიგნით, იცი? რა მაგარი ფეხსაცმელი მომცა. თითქმა ეს უნდა გაჩვენოთ ყველას. რა ვიყიდე 50 რუპია. მამა ჩვენი ფეხსაცმელია მეთქვი, ვეუბნებოდი და არ არის რომ მე ეს არ მეცო. შიგნით ისე ის არის, ხაღალდი. არ ამას მართლა ყიდის ტიპი. და მე მომცა 50. თან ანუ ძირები მართლა არა გაცვეთილი რა. კი გავს ახლა რაღაცა მტრიანია და ნაკეცები და რაღაცა, მაგრამ მართლა გამოიტანა თავის საწყობი და ძირები ახალი ვითარ. ისიც კი აქვს ზემოდან მარკა ეგრეთ წოდებული. ცოტა შელახული არის, მაგრამ თუ არაფერ ჯობია რა თქმა უნდა ეს ერთი ფეხსაცმელი მაგარია. რა ჯანდაბადვიდა ახლა სადღაც უნდა გადავაგდო. ნეტა დამეტოვებინა მაინც მამათთან, მაგრამ ახლა რა გამოძებნის იმას. ბოდიში მამად შენი ფეხსაცმელი ალბათ ნაქონი, მაგრამ რა გავაკეთო? აღარ მინდა. წავიდა ნაგავში. კარგად, მამადის ფეხსაცმელო. Hello. მამათთან შემთხვევით მომხდარი ისტორია იმდენად კარგად დამთავრდა, რომ ბოლო კატეგორიაზე გადასვლისას, რისთვისაც ბაზრიდან უნდა გავსულიყავი, გადავწყვიტე, რომ ჩელენჯში კიდევ ერთი კატეგორია ჩავიმატებინა. რაშიც უკვე კარგად ნაცნობი გამყიდველების დამეხმარნენ. Now what are you looking? Some souvenir gift. I show you, please come. Where is your shop? Where? აქ უკვე მივხვდი, რომ ადგილობრივებთან ახალი ისტორიები იმდენად მაინტერესებდა, რომ ზად ვიყავი სრულიად უცნობ ადამიანს ჩემთვის უცხო და ბნელი ქუჩებით ბაზრიდან ძალიან შორს გავყოლოდი. This is so far. This one, Lights? არ ვიცი რა მაინტერესებს, როცა წამიყვას ეს კაცი და ბედს მივენდა ჯერჯერობით. ხა რაღაც ისტორიები ესე იქნება რა და არც ვიცი რაც მანახებს, მაგრამ. Right hand. Yes. What's your name? Baba. Kababa? Yeah. Please come. I'll show you. Hello. What can I buy with 50 rupee? This one, 50. 50. 70. Oh, no. No, take it 50. Okay, 50. 50. Elephant, 50. Chinese pillow, nice figurები 50. And one article. Only one, yes, this one. ამ ქუჩებში რაც უფრო მეტ ადამიანს ელაპარაკები, მით უფრო მეტ ინდურ პრაქტიკას იძენ. მაგალითად როგორც აქ, სადაც ქემინგის კიდევ ერთი მაგალითი გამოვცადე. Thank you so much. What's your name? Vinod Jain. My name is Saba. Your 2 piece loge na sir? Sorry, I don't understand what you say. Your first piece, your pocket, 50 rupees. No. I don't know. სად მოვედი ამის საყიდლად. მაგრამ ამის ყიდვა ისედაც მარტივი იყო და ჯობდა რომ ესეთი ისტორია მქონოდა რა, იმიტომ რომ სუვენირები რა ვიცი, 50-დან იწყება პრინციპში და თან მინდოდა ესეთი სპილოს ყიდვა და აჯმაჰალთან იყიდებოდა 200-ებად ესენი და უნდა გეჩალიჩა რომ 100-ზე ჩამოსულიყავი და 50-ად ვიყიდე აგერ ჩელენჯისთვის. სად ვიყავი შემოსული? ეხლა ის რაღაც შეერია რომ მოვზებნო ტრანსპორტი, რომელიც იქნება რიქშა, ლარა შეგიძლიათ რიქშათი ძალიან შორს წახვიდეთ, მაგრამ არ მგონია რომ სასტუმრომდე მიმიყვანოს, ასე რომ სადამდე წამიყვანს და მე რა ვიცი, ან ფეხიდან რაღაცნაირად გავუყვები რა გზას და მივაგნებ სასტუმროს. გამოვიძახე ჯიგარი, უბერი მოდის, მე მგონი სადღაც აქვე არის. იქიდან გამომდინარე, რომ რიქშა ინდოეთში ყველაზე იაფი ტრანსპორტი და წინა ვიდეოში დეტალურად გამოვცადე, აქ სხვა კითხვა ჩნდებოდა. არა ის წამიყვანდა თუ არა ერთ ლარად რიქშა.
არამედ ის თუ რამდენად შორს შეიძლებოდა წასულიყო. აი ამ ქაოსში ჩემი აზრით ყველაზე კარგი ტრანსპორტი არის რიქშა, რომლითაც სწრაფად შეგიძლიათ გადაადგილდეთ. მოპედები, რასაც ხედავთ, ესეც კარგი გამოსავალი არის, მაგრამ ისე გიჟები მიდადიან, რომ ვერ ვენდობო დიდად. თითქმის ერთი და იგივე ფასი ღირს მოპედი და რიქშა. თეორიულად რიქშა ინდოეთში ყველაზე მოქნილი და კომფორტული ტრანსპორტია, მაგრამ პრაქტიკულად უძრავ საცობში მაინც გავიჭედე. შედახება ხე კი არა რიქშა გაახმო, აგერ გავა საცობში 2 საათია. იმდენი ვაკეზე ვადიდე მეთქი საცობებში დაზრება და ჩქარა მოგიყვანს მეთქი, რომ ვერ ვიძვრით ადგილიდან ისე საცობში გავერჭე პირდაპირ რიქშაც. არა მანქანით გარჭებას ჯობია ისე რიქშათი გაერჭაო. ვქამთ ინდოელ წინაპრებს. აუ დაოიძარი. დიდი დაჭირე. სამწუხაროდ თუ საბედნიერო ჩემი სასტუმრო გარეუბანში იყო და როდესაც ცენტრალურ ქუჩებს გავწვდით, მძღოლმა დარჩენილი გზა სპიდომეტრის მაქსიმალური მაჩვენებლით იარა. Thank you. ეს ჩემი ტუკტუკი. მოკლედ მოვედი სასტუმრომდე. ტუკტუკი ჯამში დამიჯდა 55 რუპია. ლარი და რაღაცა გამოვიდა, მაგრამ 5 რუპიის გამო ეხა სადღაც შუა გზაში აღარ ჩამოვედი და პარე მაგამდე მოვედი. ანუ 50 რუპიად შეგიძლიათ გაიაროთ სადღაც 5 კილომეტრი. ანუ დაახლოებით რომ წარმოიდგინოთ რუსთაველის მეტროდან ნახალოვკამდე რომ გახვიდეთ 1 ლარად. და რაც შეეხება შეჯამებას. ამ ჩელენჯმა დამანახა, რომ ინდოეთში 1 ლარი პატარა თანხა საერთოდ არ არის. და თუ სწორ ადგილას მოხვდი, ამ ფულით შეგიძლია ჭამო. დალიო. იყიდო რაღაც პრაქტიკული ან თუნდაც სრულიად აბსურდული. და ბოლოს გადაადგილებაც კი შეძლო. აქ ისევე როგორც სხვა ქვეყნებში მოგზაურობისას ყველაფერი არა მარტო ფულზე, არამედ იმაზეცაა დამოკიდებული თუ რამდენად კარგად შეძლებ ადგილობრივებთან კომუნიკაციას და გეგმის გარეშე მომენტალურად სიტუაციის აყოლას. საბოლოოდ კი მივხვდი, რომ 1 ლარად აგრადან არა მხოლოდ ნივთებით, არამედ უნიკალური და დასამახსოვრებელი ისტორიებით წამოვედი. და თუ გსურთ, რომ უფრო გიჟური იდეებით დავბრუნდე ინდოეთში, დაწერეთ კომენტარებში #საბა ინდოეთში და არხის გამოწერაც არ დაგავიწყდეთ.